როცა ადამიანი ღვთისნებებით იწყებს ცხოვრებას და მოუკლებელი ლოცვა აქვს, რა ხდება ასეთ ადამიანში? შედეგად რას იღებს ესეთი ადამიანი? ღმერთთან შერიგებული ხდება, რომლებშიც შიში ღვთისა ასეთ ადამიანში გარდაისახება სიყვარულში და ლოცვის მოწამეობრივი ღვაწლი რო გაიღე სისხლი რომ მიიღო მადლი და ლოცვა რო ძნელია ყველამ ვიცით, ეს არის მოწამეობრივი ღვაწლი, მაგრამ ლოცვის მოწამეობრივი ღვაწლი სიტკბოებაში გადაიზრდება, რომელიც გაბედნიერებს და ლოცვა ხდება, აი მაგნიტივით გიზიდავს მერე ლოცვა. ნაყოფად ჭეშმარიტი განათლების კეთილსურნელოვანი ყვავილი გამოაქვს ამ ყველაფერს, განათლები, ჭეშმარიტი განათლების ის კეთილსურნელოვანი ყვავილი, რომელიც ღვთის საიდუმლოებათა შემეცნებას გვანიჭებს. ანუ ღმერთის მესაიდუმლე ხდები. ანუ ღმერთი გიცხადებს საიდუმლოდ, გიცხადებს შენს გულში. რატო საიდუმლოდ? იმიტომ რომ ის დაწერილით, ის ნათქვამით არ შეიმეცნება, ის მადლის მიერად საიდუმლოებრივად შეიმეცნება შიგულში და იმას ვერც კი გამოთქვავ. აი ასეთ საიდუმლოებებს გაგანდობს ღმერთი, ღმერთის მესაიდუმლე ხდები, ჭეშმარიტად ღმერთის შვილი ხდები და ეს ყველაფერი ამ შემეცნებას განიჭებს და სწორედ ესაა ჭეშმარიტი მეცნიერება და შემეცნება. ხოლო ამაო ფილოსოფიის და ინტელექტუალური წიაღსვლების მგზნებარეთ მოყვარულნი არიან ადამიანები, სახელდების გარეშე ვამბობ, რომლებიც წამლავენ ახალგაზრდობას, წამლავენ აი ამითი ამაო ფილოსოფიის და ინტელექტუალური წიაღსვლების მგზნებარე ქადაგებით. აი ამით წამლავენ ახალგაზრდობა და ასეთ ახალგაზრდობას მერე უჭირს ქრისტეს გაგება, რომელიც გეუბნება, ისავლეთ ჩემგან, მშვიდვარდამ დაბალ გულით. გესმის? როდესაც ეს მგზნებარე რომელიღაცა ორატორი აი ამაო ფილოსოფიას და ინტელექტუალურ წიაღსვლებში გატარებს და მგზნებარეთა და სადღაც აყავხარ და როგორ მესმის და როგორ გავიგეთ ამ დროს, ისწავლეთ ჩემგან, მშვიდვარდამ დაბალ გულით. ამას ვეღარ იგებს, გესმის? ვისაც უნდა რომ გამომყვეს უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინმე. ვერ იგებს. ვინც ჩემი მოწაფეა იდევნება, ვერ იგებს. ვერც ღვთის საიდუმლოებებს ვერ იგებს, ვერც ღმერთის სიყვარულს და ვერც ყოველივე ამის საწყის ღვთის შის ვერ იგებს, იგებენ და იტევენ. აი და ეს არის გზა დაღუპვის.